მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან ფორს მაჟორული ჩაწერა, იმიტომ რომ დათში ტელეფონი 10%-ზე არის და დათში ახლა ბათუმში არის, წითელი გოჭივით რო არის შემწვარი, მოიცი ერთ წამში შენი კამერა გასწორებელი. ჩემი კამერა გაასწორე, მანამდე ვიბაზრებ. რატო ვარ მანქანაში ეს? ვიღაცები მღადაობდნენ რომ დააბრუნე მანქანა რეაქტებია და ეხა ისე არ მსიამოვნებს აკროუზი ვარ. ჩემთან არის ქაოსი. მაგრამ ეს ფინალი დასარეაქტებელი იყო რა, სადაც აქამდე მოვედით, ერთი ფინალიც უნდა მოგვერტყა რა. მე არ ყოფილვარ ბეთლზე, ირაკლიც არ ყოფილა, რა თქმა უნდა, თუ ვიქნებოდ ერთად ვიქნებ. ხო და, კაროჩე რა. ავიწყოთ. გამარჯვებული ვიცით. ჩატში დაწერა შავკომი რომ ვაუ, რანაირად დავსპოილერდიო და ჩვენ არ ვიცით რომ კი კამი მოიგო და ახლობით ეგეთი ამბავი იყო. დავარეაქტოთ რა, გამარჯვებული ვიცი და ხო არანაირი პრეტენზია აქედან რომელსაც არ უნდა მოიგო, ორივეში გამიხარდებოდა. მართალია, დასტურით ამოდა სიტყვები იგივე, მაინც ერთ ამ მინდა ვქაფში. მიდი 10%-ზე მაქვს შეჩემა უცბად. ო, ეგა. არჩევ. აი, ხედა გენწრება. რატო არ ჩანს? აუ, რა იდიოტო მოვქენი. აუ, რა დებილია. აუ, რაღაცას ქენი. ეხა რა კომენტარებში ვინც დაწერთ რა, რო იცოდეთ ეხა, ანუ მე შუშები მაქვს აწეული. რო ხმაური არ შემოვიდეს რა, ანუ როგორ ზრუნავ მაყურებლის კომფორტზე და მე ვიცი და სამწავი დაუწიო. შენ გახალა ჯუნიო. როგორ გავაჩუმოთ დათში? კაი ხო. თქვი? არა, რა ვქნა? თქვი, აღარ ამბობ? რა, შეჩემა ხმას უწევდი, დაუყროვდი გიჟია, ეს მიდი უბერ. მაინც ერთ სამ. ბიჭო, ჩემთან ყურსას მე მეტრაგე. შეგასწრებ. რა გაიწვია. ორივეს მოუხდებათ ეს. მე ხა არ მოხდება. ორივეს მოუხდება წესით. ტოტოს ქათამია რუყავს სამკანსა ჩაურყავს იდონ და კლავსა თამსუსბად ბარკალს მატას ბანტად უკრავს არა უშავს შენი დაბადება ეგეც არა უშავს ნაჭუჩი რო იყო დავარდა და კვერცხი თოხლო უყარს დე შენი გუნდა ხურდა ცუმად სადაც მინდა ისე ხუნა ფურთხა ბუკლაბოცნებებს აცრებსაც კებსაც დაგიხავნა არ გიმართლებს ვიზე ყლეხარ გოგო მიგამს გავსებს მუტანტს ანდაც კაუც ბანი ფოჩი წაიყვანე პორჩი ამის ხვირით ბაუნს ყველა თევზი ხვირით მოხსნა ამ ჩემი სამზღვაში ქავს თუ კი აცემინებს სახში კეთლებს უწყობს აურცავს თუ კი ალევირებს დურბინით სახში მეზობლის წყნავს მერე რაო არა ლესონეს თოთეს ლოკესტუმ თორე შეხარ გამი პაპა კარლო მოწნა პინოქიო გაიჩიტა კამი solo one man gang მარარო რამე გენჩი ყავს მანი როცა ნახე მანი ვეღარ დაიჭირეთ დაიროს ლეში მომიგდეს ისეთი გაჯვა არ ბუსურებდეს კაცი ჩაჩახვაძე ჩვენი მატყუა რა გიწოდა არ ამბობს არაფერს შეგვერდზე ნამყოფი გოგო შაურაწყო კამი კი არ ამბობს არაფერს მაგრამ შენ მაშინა იჭერი როცა გაგიკეთა ტიპა უბრალოდ ეს შენ ახალ ყლე დებილი გოიმი თუმგი კრეტინი პატარა გიყიდი ჰეპი მუ შეხვაზე დავიწყებინი სუპერმენი ჰენდიკებილი პოტენციალს ავკიდენ მენისკი დავადე პენისი ახლა კი პირველი სტორი ტელინგი პირველი სეზონი შეხვედრა ფოტოშუტ მივედი პივიპი რომსაც არის მაგამდე პროსტა პოსტერიდან ვიცნობდი სახელი ტიცაბეთ ვეცანი ახალი კონტენტი დანას ოკაი რა ფარი თორკი დაუგდე თავი მერე კი მოვაძრე თავი ახლა კი რავი წაილნის პატარა დებიან ამაზე ტიპონა კონტროლში უასისტანი მერე რა კაი რა კაი ყლეზე ფულაფი რა სიკი დაბულო ბეჯიმა ბიტი ეიო დაპაუზა რა ვიყავი რა რაღაც დამავიწყდა შეჩემა მომწერეს და კამერა გადაბრუნდა გავაკეთე იმენა მოიცოდეთ ერთი წუთი რა მაგრამ რა აუ კომენტარებში რა უნდა ზისგან დამცავი დაგავიწყდა შენ ჩემი აზრით მისვია აი მიდი შეჩ მიდი საო ეხლა ყლეურად ჩანვარ და მაიცში აიცა ოიმე აი მიდი შეჩემა უბერეთან ითიშება თან გლოსი წაიშო შეჩემ აი ბირა გადავიდა ისი რა მნიშვნელობა არ აქვს რა იმიტომ რომ მე შენთან პოდკასტში მე არტისტი და არა ბეთლემსი და მე აქ როგორც მუსიკოსი მოვედი საიმისოთ რომ განახოთ რომ მე უბრალოდ არტისტი ვჭამ ბეთლემსებს ბიჭო და ამის ორი მაგალითი უკვე განახეთ და ყლეზე მკიდია მესამესაც განახებთ ისე რომ ტექსტი ვაფშე ყლეზე მკიდია მახსოვს თუ არა დავაი აი ავწავს კამერას
არ უყვარს და კამის ხელს არ ჩაურწყავს ნინო დაკლავს ქათამს უცბად ბარკალს მანტას ბანტად უკავს არა უსავ შენი დაბადება ეგეც არა უსავ ნაჭუჭი რო იყო დავარდა და კვერცხი თოხლო უყვარს შენი გუნდა ხურდაც უმაქსა და სექს გუნა ხუბა ბუტლა ბოცნებებსაც ლებსაც კებსაც დაგიხუნა არ გიმართლებს ვიძეც ყლე ხარ გოგო მიგავს გავსებს მუწანს ანდას კაუს ბანი პოჩი წაიყვანე პორჩი ამის ხურით ბაუნს ყველა თევზი ცხვრით მოხსნა ამ ჩემი სამზღვაში ქავს თუ კი აცემინებს სახში კეტლებს უწყობს აურზავს თუ კი ალივერებს დურბინტით სახში მეზობლის ტყნავს მერე რაო არა ლესონესტოთე Ore shechar komi Papa Carlo motra Pinocchio gaitita kami Solo one man gang Mararo rame guerchi mqaus mani Rosa nache mani Uegar daitire tawi Tairos leshi momik des Isati gajo arvu surwebtes Gazita chehwaze chmoni matquera Kitzoda arambob sarapers Chehwarza namqobi gogo shauratzqo kamiki arambob sarapers Barashen mashina icheri Rosa gagiketa tipa ubraudes Shenachat qle Debili goimi chungi Kretini pataragi Khiti happy Shehwaze dawitzekhebit Supermani Henry Cavill Potentials, au kida menis, kida wade penisi, aka kim zat khan, pirweri storytellingi. პირველი სეზონი შეხვედრა ფოტოშუტ მივედი პივიპი რომელსაც არის მაგამდე პროსტა პოსტერიდან მიცოდი სახელი ბიზნეს ტიპი ვერ ვიცანი ჭარბი ესტროგენის მატარებელი მას ისეთი ხმა ქონდა ქალი რო ბღავის თავიდან ტახამას ფარავდა მერე დავინახე დავიწყეს ეს არის კამი და მეთქი რავი სტაილის პერიას ნაზავი კლიფონა ულოში მოდელი გოგონასტანი მაშინ არ მოვიდა ახლოს არ მისვლარ მეც მაგდეს თავისი ტიკე და კარი მერე ვნახე ტოდოს პეცერო დაუდგა კრაუდი დადუდა ჩაიჯვა კამი ანუ ყველა გაჩუმდა მაქსიმუმ ყვირო და ორი ძმანი კიდე ბანი უბრალოდ უზელო ქელი რაუნდები ქაჯანა ბავში გაუთრელი კარი ბოლოში ვაფშე რა ქენი შენი ხელით ხარაკირი და მოიჭერი თავი დოდაში კარგად და გამახსოვრეთ და თავს თუ გაგახგისება ამდეს მორალი მერე ზუკნავით om humble არა და თავისი ბუნება დავარხა ბარით მოკლედ ვერ საღარ ვიბაზებ შენ ტიპაზე შენი პერსონა უცებ და წვარი მუტალი ბიჭი ხარ მარტივად სამართავი ფანი პულებზე ზალია ხამი არ გადაბრუნდები რამდენიც არ უნდა გაგინო პერიქსომ სიცხულწამ და ჰათუ ალა ჰაპარ გამი მასაკრევე გადადო ჩوار ბუ ძმა ესეთი სპასია ხუ და ბოლონდურაში ხარ ყურვა ჩეფოუზე ტიპი ხურდა შენი ვებიძე გაგუ და მენტალურად უგეთხუ Pau, ყველა დაიშალეთ გულ და 4-3-3 უნდა მერე ტაქტიკურად უსრულებენ უკან მოიცეცო ანუ ერთი წუთი შეჩემა მე როგორც მახსოვს ორი კაცი ვარიაქტებთ ხოლმე ამ ვიდეოს ხო იზვინი ერთ წუთი ჩატ დაელოდეთ რა ერთ წუთი ბიჭი უსმენს და Ai, čumat, da. იბაზრე შეჩი. მაკუფლება? კი, იბაზრე. ერთი წავიმეთ მეგონა მე მეუბნებოდი და მაგით. არა, ხო, ეს არის, ეს დასკიფეთ რა ეს მონაკვეთი რა ვიცი. მოგითხვა კამის და მილოცვა, არაფერი ეგ თქვა ეხა რომ ეგ მევასებაო თქვენშიო რომ ეგრევე არეაქტებთო და მეორე მესამე ყურებაზე და მეხუთე ყურებაზე არ უყურებთო რა. იასნია, თავარი მოგამი ეგა. კაი, ეხა ნახე რა ამბავია რა. გულწრფელობა ცნო. Sky-ში მე მევასება ზოგადად, ანუ ის მუსიკალურად რასაც აკეთებს, რაღაც ფლოუების ამბავში ეგ ოკეია, მაგრამ არტისტიზმი მევასება ძალიან რა, ძალიან არტისტული. ეხა ტელეფონით რო ბაზრობდა, ანუ ვერაფერს ვერ აკეთებდა, ხო? ხო, რა თქმა უნდა, შე ტელეფონში იყურებოდა, ანუ არანაირი ის არ ქონდა რა, რაღაც body language არაფერს არ ამბობდა რა. და ანუ ტექსტი მიყვებოდა, პროსტა კითხულობდა და ეს იყო, ანუ საშინელი რაუნდი იყო რა. Даже ტექსტიც რომ მოვისმინე რაღაცები მე ახლიდან ფულაპზე ხო იბაზრა რა ეს რაუნდი მგონია რომ კარგადაც რო შეესრულებინა ანუ არაფრის მომცემი რაუნდი იყო ჩემი აზრით რა კამის მოსმენა მაინტერესებს მე ძალიან იმიტომ რომ ამ ბიტზე კამი მგონია რომ ძალიან კაი უნდა მაგით 4-2-ს მოუხდება მე შენ სანამ გაგეთიშება უცებ უნდა ვიჩქაროთ თორე შევქმნათ ხმაური ეხლა რო გაგეთიშოს ეს ძალიან კაი უნდა იყოს. მეგონა რომ ბეცე შემხდებოდა სხვა, მეგობა რომ მიწო შენი წამოწმა, მეტლი არა უფრო პანჩების სხვა, მე კი არა დღეს აქ ჩემი რისხვა, გონია რომ აჭიდება პანჩის თქმა, კამის ფლოუ არა ქოვინაღი ქვა, გონია მან უკეთავზე გაიჯვა და ჩემთან თუ პანჩები გარის კაცაცია ბიძე, არა ბიძე ხარ შენ სპანავიძე, ფლოუები ნაკლები არა ბიძე შენ ჩემგან სწავლობ განამისმენ, სიმართლე რო გამერკვია გუშინ ბლიცია უწყო, პირველი კითხვას ქაირეს ცოლ შვილი რატო გამუტლე, იქნებ გაგაგრაზა, ან იქნებ
სხვასთან ცადა ამიქნებ ხუმარ გინდოდა და არ გაცადა მე სანამ საკუთარ თავ სავსე ბარებს შენს როგორ გაუხარდა ჩავიჯვა ეხა სკაის როგორ გაუხარდა ხუმარ გინდოდა და არ გაცადა მე სანამ საკუთარ თავ სავსე ბარებს თქვენ ხუმარისთვის საკუთარ ბებიებს აუ რა ბედნიერია მასალა იმდენი მაგი და ხარ შვედური დღეს მე ვარ ცუდი მზარეული არ ხარ მომზადებული რამდენი სიმართლე ვიბაზრე ყველამ დამა კაი ზიკი გაჩერე მიიჯესო დავაი ასწორებს ბიჭებო ვიღაცა აჯიგარი მიდი ძმებო მაგრა ასწორებს რა გინდა რას მოპაუზებინებ ანუ არაფერი რა რაღაც ხო უნდა ვთქვათ ხა რა უნდა თქვა შეჭემ არ მორჩენი არაფერი რა გინდა არა ძალიან მარტივად მინდა რაღაც ამ საკითხზე რა აუ მოტყნავს ახლა ეს თუ ის რა არა გინდა ცუცკი მივზეთ ბოზიშვილი იყო რა გინდა არაფერი პირიქით რა ანუ მე ვაფშე მეორე მხარეს გავარ რა ბეთლი არის ემოციებია და ანუ ვაფშე არაფერი ისედაც ვიცით რომ ეს ბიჭებიც ვაკაცობენ და რაღაც კაი ურთიერთობა აქვს და ესაა პროსტა ემოცია და ანუ ვაფშე არაფერი რა და ეს მომენტი შემხვდა TikTok-ზე რა რეალურად ანუ ბეთლი არ მინახავს ვაფშე არაფერი ერთადერთი ფანჩი ვიცი ამ ბეთლიდან TikTok-ზე რაც მაჩვენეს Sky-ს ქონდა ლივერპულის ფეხბურთელი რა დაიღუპა მაგაზე რა და მაგაზე ცოტა ცუდი რეაქცია მქონდა მეტი მართლა არაფერი არ ვიცი ეს შემხვდა და ეგ ფანჩი რა და შეჩემ სერიოზულად რომ ბაზრობ ესენი გიწითლდება ვიცი შეჩემ ესეც წითელი ვარ ამაზე რაღაც კომენტარები შემხვდა და ბიჭო ბეთლია და ემოცია არის რა და ანუ ზედმეტში მგონია რომ კომენტარები ყოველთვის უფრო ამძაფრებს ხოლმე რაღაცებს და ვიცი საქმეც არ არის მაგაში ხარ ძალიან მართალი ეხლა ბარემ განვარცობ მაგ თემას რა შეიძლება ტიპი აი ხა მე და დაიში მოგვიდა რაღაცა რა და შეიძლება აი ყლეზე კიდია რა მამეთ ორივე ჩვენ მონჩი ვარ და აი სახში ვზივარ რაღაცას ჩიპს ვჭამ რა და კომენტარებში იმდენად ტვინს ტყნავენ ვიღაცეები რომ აუ იმა რა გითხარ ბოიშვილი ვიყო ახლა ძმა და რაღაცა იმდენად კომენტარებში ძაბავენ რომ მე შენც იძაბები რომ მე თუ რაღაცა არ ვუქენი ახლა დაჩი არ მიქნა მე ხო მე ჩვენ უკვე ბანძი ტიპები ხო რა რომელიღაცა უკნინდები და მე და დაჩი უნდა წავაყაროთ ერთმანეთს იმიტომ რომ კომენტარებში ვიღაცა ეგეთები არსებობენ რა და ყლეს დაიკიდეთ ეგენი ვაფშე ყველა აი ეგეთ კომენტარებს მიწერენ იმენაში გაქვთ არა ესენი ვიცი კაცო ზოგადად ვიძახი რა ეს კამანდა ვიზეც მოქმედებს ეგ რა ჩაიკიდეთ რა მაგათ მეტი საქმე არ აქვს პური და სანახაობა უნდათ ბოზიშვილი იყო მაგათ მეტი არაფერი მაგას არაფერი ვაფშე ეს ბიჭები ჯიგრულად გააგრძელებენ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ რომ აი აქვე დარჩა ეს ყველაფერი რა და ეხლა ჩვენ YouTube-ზე არ ვიყურებს ხოლმე ისეთი სასტავი რომელსაც ამის ახსნა ჭირდება მაგრამ ზოგადად ძირითადად TikTok-ის პლატფორმაზე ხდება ხოლმე ყველაფერი და ვაფშე დაიკიდეთ რა აი ტიპები არიან რაღაც მოცლილი როჟები რომელსაც ცხოვრება არ გააჩნია სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ და ეგეთი კომენტარები რომ ვა რა ქნა და რაღაცეები მოდი გააჯვით რა ვინც ეგეთ კომენტარებს მართალია ჩართა თუ გინდა ძმებო აქ ძალიან ბევრი მებრძოლია ასე რომ რა შეგვიძლია ივენტის მერე რინგი მოვხოდოთ არაა პრობლემა სად ვართ გავაგრძელოთ პირველი რაუნდი MC ჩემგან ხელმარცხნივ აი გადამეორება გვიწევს ეგრე ო შემეცი რა გინდა მაუსი მოგცე შეჩემ რა გინდა არა დაგვენძრა შეჩემ 3%-ზე მაქვს ტელეფონი აუ მაგარი მენა ჩოყლაყი ხარ მეგობრებო მეორე რაუნდიდან გაგრძელდება ვიდეო აი ხარა ჩემი ყლე უნდა ქნაოთ მაგას ვერ ხდება არ ვიცი რა ვქნა არაფერი თითო რაუნდებად დავდებთ მე დაჩი რომ ცოტა წატენის ტელეფონს მე მეორე რაუნდებს დავდებთ მეგობრებო და აი მე სადღაც მესამე რაუნდებსაც დავდებთ დანტენი გააძრე და თხარე მანქანაში ჰა აუ ბიჭო მე სად შევაერთო შეჩემ ტრაქში გავიკეთო რასაც შეერთო კამერა სად დავდო ისედაც სად ვზივარ ახლა ნუ ნერვები ტელეფონი გვერდულად როდესაც გიდევს ტელეფონი აი აქ არ მოწდება ტაიპსი არ ერთდება ამ დედამოტყნულში ოი მე ეს მაგარი ჩოილარია ჩოილარი ძველი ქართული სიტყვაა ვინც არის შეგიძლიათ ნახოთ ლექსიკონში კაი უცბად დავტენი რა და ახლი დავწერე ახლიდან არ ვიზამთ მიობა ამას მალე წადი ხო მია მალე წადი კაი всё izvinit რა ჩათ რა მოდი დავბრუნდით მე და დაჩი ჩაჯმაჭყონია ილოცავთ
რუსია? კაი, რა რუსია? ახალი ხოდი დაუბრუნდით თქო. გადავივლეთ და მოვიხოთ. მეგონა რომ ბეწე შემხდებოდა სხვა მეგობა რომ იწო შენი წამოწმა მეტყვი არა უფრო პანჩების სხვა მე კი არა დღესაკ ჩემი რისხვა გონია რომ აჭდება პანჩის თმა კამის ფლოუ არა ქოვინა ღიქვა გონია მან უკვე თავზე გაიჯვა და ჩემთან თუ პანჩები გარის კაცაცია ბიძე არა ბიძე ხარშენ სპანავიძე ფლოუები ნაკლები არა ბიძე შენ ჩემგან სწავლობ განამისმენ სიმართლე რო გამერკვია გუშინგლიცია მუწყე პირველი კითხვას გაირე სოლშვილი რატო გამუტლე იქნებ გაგაბრაზა ან იქნებ სხვასთან ცადა ან იქნებ ხუმარ გინდოდა და არ გაცადა მე სანამ საკუთარ თავს ავავსებდი სავსებარებით თქვენ ხუმარისთვის საკუთარ ბებიებს ალომბარდებდით შენზე მასალა იმდენი მაგი და ხარ შვედური დღეს მე ვარ ცუდი მზარეული არ ხარ მომზადებული რამდენი სიმართლე ვიბაზრე ყველამ დამაჰეითეთ რამდენი ბიფიც დაიწყეთ იმდენჯერ დაგასტეიკეთ შემდეგ იკითხვის ჯერია საბაზრო თემებსა და საირატო იცი ბანი სამწამში როა თავებს პიდა რასტი გეი რო ხარ არ მათყუაც გულისხმა თაირო არ ვიცი ვინ მოთხრა ალბათ შენ გიგულისხმა ეი შემოვედი ოქტაგონზე გავაკეთე ამბარ ლირიკა მაქულავი და სკაიძავში ბამბამ მამდენი ყლეობა როგორ გააკეთე მოიცა ეგრე ვერ გამოძრები ნახატი სამტენიან ეს ნაბოზრები ხოიცი ბეხი რომ სრომი გოშენ ჩემპიონობისთვის ვერ გამოდგები თელი სულით გეი არაფერი გამყოფი და ეს ხომ თელი გენგით მაიკლაში არის ნამყოფი ჩემი პანჩი საპირწონე არ გაქვს ფლოუ სამყოფი წლების წინ თესლი დავთესე და დღეს მექნება ნაყოფი სკაი ესეთი როგორ ხარ საიდუმლო გაგვანდე ცალი ყურით ყრუ ხარ მაგრამ მთელი გულით ყლე ირონიის მეფე რო ვარ ხო და ვამტკიცედან ყლე და გიძახედან შენი ძმაკაცის ფლოუ ავიღე კონტრამინგო და ბეცზე ყოველთვის ამას ხო ვიტყვი რახან მომიკალი ლეკვი გავიჩითე ჯონ ვიკი პივიპის ფეტიშები სიგიჟე სრული შენ უნდა გიხმარო და ამაში მიხადონ ფული ორ პირით უკნა ხარ არავისთან არ გაქვს ბიფი ნიკის და ბანის შორის შეხარ ჯონ ტრავოლტას გიფი აბა ეხლა მე მკითხეთ როგორ მეზარე აგვისტოში ამ სიცხეში ამ ხლეს რო უნდა ვაჯვა ჰეი ერთი რაუნდი მინდა და მოგიტყანი ბანდო სამი რაუნდი მჭირდება იბოზე რო დაგდო არ შემიძლია რო ერთი რამე არ გაგანდო შოუმკარი ვესი იყო ნიკის ლოუსლანდო მე ხებში არა მე ბლანდო მომერიდე თორე განახე ბრატო შენი ფლოუები ვერ გიშველის მარტო და რაუნდის ბოლოს ერთი რამ უნდა გაგიმარტო ხმა გავარდა თაიროსთან მე არ მომიგია თითქოს დღეს ისე უნდა გიხმარო ხმა ვერა ვინ ამოიღოს შევამჩნიე ორი წუთი შევამჩნიე ტრევის სკოტი გახატია ხელზე რომ მოგიგებ მეც პატივს გცემ დაგიხატავ ყელეზე აბა დაიწყე შენ გექნება ბევრი სათქმელი ბიჭო შენ რატომ მეიაზრები შენ გექნება სათქმელი მეთქე ჩემ ბევრს ბაზრობ ხომ ანუ შენ რა სათქმელი გექნება შენ ჩემო ტელეფონში ზიხარ მთელი რეაქტია იასნია ლოგიკურია რომ ვეფერს ვერ იტყვი ანუ ეხაც მართალია მე თითო პადლეცი რო დაუწეროთ ხოლმე კომენტარებში ბიჭო ჩემ ნახევარი მოსმენელი მქონდა კაი დაიგდე ის არის წეგან თქვი რომ მეთქი კამის კი არა და სკაის რო ის რაუნდი ბოლომდე შეესრულებინა ისე როგორც უნდა თქო ლირიკულად მაინც არ იყო ძლიერი რაუნდი თქო რა და ეს რაუნდი მგონია რომ სკაის პირველ რაუნდს მაინც მოუგებდა ეგრე მგონია მე რა როგინა რას უზონა რაუნდს იმ რაუნდს ბიჭო რა ამას კამის ეს ჯობია მეთქი არა ეგ გავიგე მაგრამ მაინც აჯობებდა და ანუ იმას ოხაროზები არ ქონოდა ანუ ისე გამოიყვანე რომ ეს რაუნდი არ ვარგოდა მაგრამ იმას მაინც აჯობებდა ბიჭო ეს მაინც აჯობებდა იმას რომ ხარვეზი არ ქონოდა თქო ხო გავიგე და სკაი კამის რაუნდს რა დაუწუნე ის იმას რომ თლიან თებაზრა კამის რაუნდი მაინც აჯობებდა თქო აი რა სად გამოიტანე ეგ დასწრება მე ანუ იმას კურსებზე რო ჩაწეროთ აზრის გამოტანის ხო და ბიჭო რავი რა მომეწონა ანუ ნაცნობი ფლოუ იყო ერთი ზედმეტად ტაჰასთან ბეთლიდან ეგ ფლოუ ძალიან ნაცნობი იყო დალშე რაღაც ახალი ჟღერადობები მოვისმინე რაც კამისგან მაკლია ხოლმე რა პანჩების და ტექსტის თვალსაზრისით მე მგონია რომ კამი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და არანაირი პრეტენზია კი არა და პირიქით რა ანუ ძალიან მევასება როგორც წერს ზოგადად არც ერთ ლაინს არ მაზავს აი ანუ სიტყვა სიტყვისთვის არ აქვს ჩასმული რა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა ხო და მუსიკალურად ახალი ჟღერადობები მოვისმინე კიდე წინ ორი რაუნდია და მინდა რომ რაღაც კამისგან აი რაღაც ისეთი დავინახო რა ძალიან ოფიციალურში რო გადადის ხოლმე და მე ახლა ამით იმის თქვა მინდოდა მეგობრებო რომ მე რო ერთი 15 წლით უფროსი იყო უეჭველი ტელევიზიაში ვიმუშავებდი ხო ხო და ბიჭო არა
მართლა ის არის რა, იქ მაკლდა რა მთელი სეზონი კამისგან რაღაც ჟღერადობები, ერთადერთი პირველი ბეთლის ნახევარფინალში მომეწონა, ნახევარფინალში რა დაძრეული მაგ დავიზიცხე. პირველი ბეთლის შენ რომ მოგეწონა ის მეორე რაუნდი, ხო გახსოვს? ხო. ეგ მეორე ძალიან მომეწონა ის შეჭმა. გისმენდა ძალიან, ანუ მამაში გაიჯვი რა, ჩართე რა. ანუ ნახე, შენ რომ მოგეწონა ის მეორე რაუნდი. ანუ ბაიცევ ჩალიჩო ბათუმში და უსახლე კაროდ არ მინდა რომ ბათუმში დავრჩენაო. ეხლა ნახე, შენ რომ მოგეწონა მეორე რაუნდი და ხომ მეთქი ძალიან დამევასამეთქი, იმიტომ რომ ხო, მე რა გინდა შენ კარზე და ჭერზე ვზრუნო. მე მეგობრებო, რომ ვინც არის ირაკლი ჩემს კარზე და ჭერზე ზრუნავს და თითო გული რო გაუსპამოთ კომენტარებში. ნახევარი. დაჩმოადე ესე ქენი შეჭა, აქეთ ხარ, სად ახარ შეჭა. მეგობრებო, ვინც არის დაჩი SPF-ებს არჩევს მზის დამცავებზე და მე რა მეორე. ვინც არის SPF-ი რა არის, SPF ჩაწერეთ უბრალოდ და ყველანი მიხვდებით, რომ ზაგრის მიმღებია. ხო 15%-იანი არის იყო და 8%. მე რა გინდა თქვი შეჭა მეორე რაუნდი ხომ მოგეწონა, მომეწონა. ხო, კაი. დაალა იქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი მეგობრებო. სიკი ჯერ არ ჩართო. რაუნდში პინო ბევრჯერ უნდა გიხსენო და მოდი ყლეფის სტაილები არ. აი, სო შეთო. ტელეფონს აღარ ვიღებ. მეორე რაუნდი. ისინი მოსმენელი მქონდა. შევკვირათ ხმაური. ეხა უხსნი ყველაფერს რატომ? ვინმეს თუ ეგონა ძალის ხვევას წერდი ამაში ამ ვერცხლე ამოგდებული წერდი აბაზანაში ზმაკაცობა რამდენს ისავს თურმე დედა ქალაქში სახეში გაფურთხებ მაინც ამაც ყოფილ თამაში შეხარხელის ბიჭი კომფორტი ხარ მათი მორიგდის პინოს მუტელი თუ უნდა კამი უცებ მოიწრის პინომ ვასლი შეჭამეო ევას მოთმუსედებს ძირს ქუჩაში შენ ვერ გახვალ და მაქსიმუმ ჩაწერო დის როგორც ქენი ბანისთან შენ რა გერეპერებოდა დისი დადოროსა დღე-დღეზე ტიპს უნდა შეხვედრო და უცებ გაგიწყვიტეს კონტრაქტი და გაგიკეთეს ოყნა ისიც რაყლია ამასთან ტაისონი რა თუნდოდა ისეთი ზუსტი ხარ ბენასკენი წვეთში გეყოფოდა მას ვიდალი flying შეხარ ვითო ქრისტიანი და მალე ორი ველოყა სხვისი გადაფურთხებული პახოდუს ხვის დორბლებს ლოყა შეხარ პატენტი და იმეორებ სიცილეთებს გაჩერდი დაჟე არც ვიმეორებ ბოლომდე მე ამყედავს ნახევარი კეკი ერთი ფლოკავ დავერ კეკოთ არა და ესპანე ჭამდე ნაკეთოს და შენ მინუნდა და ჩეხო მაქსიმუმ კარტია ჩეხო და გვირი გომე და ვენტოს ოღონდ მოჭრა არ გაბედო მოზის ხელს მე არ ვენტო ბიზნესი ტრატო უნდა კენო თუნდაც ციციანი თემა ფული თუ ამაში შეყო მაგრამ მან ხამდე დაჩერდი ორი ტიპი ვისაც შეუძლია დადოს ძალმან მაგრამ მე უხეშის თავი მომიტანეს სული დაბიკავე ძალთმა მე ვარ ფაშაბიძე ესეთი ბოჟები ტიპება ჩემი ხალხალ მე არ მინდა რომ მოკლა არ მინდა შორი გავსებული ვახალა კამის თუ ვინმე შეეხო გება საძუკათა კოკა მანქანა მაგრამ უცებ გაჩერებს უკაცება ახსენება პრავა რო არა ისე სარო იყო მაგას ყველაზე მახინჯი იქნებოდი მოანა მინდოდა შენთვის უკეთესად მომეჩალა მაგრამ ჩვენში დრო არ ბაკ ანდაც რატო უნდა დავიხარჯო ძლების ლოკვით მამარას დამიტოვებ და ჭამა მთელი ხორცი ისეთი მახინჯი ვერ დაგფარავს ბალაყავა დაირო ჯეფრი და მერგვა მიწრა და გააწყავა რუსთავი გუთაისი უკვე ხონმაც გააშავა ფოჩი ვაფშე ლიფსი დავად სახეა ცალა აგონიაში ჩავარ და ვეღარ გაატარა და სიცოცხლე KFC-ს ბასკეტში დამთავრა მოზოა კიდე წამვა შაში შევცვალე ჰავა დეციბელები დაბლა დრომოსომები გაქრა გალურსი ახარ ჩახარ ნერვებს ავს ეღარაბავ ვოკალი შენი ჯაბო ხოდა გამი ფუ გამოიღე პირისკენ უმიგანებ სუ ახლოს თუ და მინახავ ჟიგნიდან კეტავ ურ მაქსიმუმ და დაიწყე ბუტ მესანის ფასად პივი პიმას აღებ სულ გუნს ყლეობა აიო მე ძალიან მომეწონა მეორე რაუნდი MC ჩემგან რა ორივეს მოვისმენ და მერე ვიბაზოთ ხო არა გამოვიქნებო აი ხოძე ვარ მაცადე რა მოსმენა მინდა ვიდი რა შეჩემა გამოვიწყდებო ჩაიწერ ნოუთებში რასაჭირო იყო ბექი და კრაუდი რამე თუ გინო და გეთქვა ბიჭო ჩემი რა ბრალია პროჭობა რო გიწო სადგან აი გაჯული რაღაცა გამიწრო რა ციცოდი მარტო შენ ეს მოგების სურვილი რეპერებს და მაბოზებს ეს მაკდონალდსის კათამირა დღეშია შენი დასაგზალი ადგილი ხო KFC-ია რანა მუსიკ ამბობ რო შენი კარიერა შედგა ყველაზე დიდი კრაუდი მაკდონალდსის კლიპში გედგა ორი კაცი ვიცი ვისაც ევასები შესიკო ერთი მაკდონალდსის მენეჯერი მეორე ზიკო მენეჯერსაც ეკრანიდან ევასებოდი მარა როცა ახლო დაგნახანი ღაბი ჩამოგაფარა ყველამ ყველაფერი ნახა შევასრულე მის
ფუნქცია გიორუსიას ქართული არის შენი დიქცია შენ საიდან გაჩი ხალხი ამას ვერ გაიაზრებს თუ კი ტაჰა აფურთხებს ამ დროს ბანი პირსაღებს ეი თუ კი და მე კიდე თვისკაი თუ კი და მე გეწმინდა თვისკაი თუ კი მომინდება გავხდები დატო და მოგიგებ თუ არა კისკაი ბო ბოზიშვილი ვიყო ბიჭო შენ თუ იყო მკვლელი პროსტა ყლებავ შახარ ხო და ვისაც ეჭირელი ნებში რო იდექი მოგვიყევი რა ქენი არის დარტო ცხოვრებაში ხდება ყველაფერი მე ექვსებეთლი და დღეს გაქრები შევაგროვე ქვები რაღაც ლაინებს იძახის გონია რომ აბრაზებს შენ რო პანჩებს ეძახის სექსიზოს მარო მაფრაზებს გოლიათო სცენაზე სულიერად დაბალი გოლიათი ვერ ხარ თუ ხარ ენა ისე მაღალი როცა გადავწყვიტე რომ მენახა სცენა მეთქი ცოტას გავერთობი თქო მაგრამ ეხლა ვეღარ ჩერდები და რომ აგიხსნა რა ფენომენი ჩეხარ დაჟე შენს მარჯვენა ყურსაც ესმის რამდენად ყლეხარ დიდი კალიბრი ვარ შენთვის ამას როგორ ვერ ხვდები კარიერა გიქრება როგორც მონტანას ბეთლები ეს თქვენთვისაა სეზონი ჩემთვის ტეტრისი ხდება ერთმანეთზე ვაწყობ რეპერებს და სულ ყველა ქრება პატარებს ვეკაიფები ზემო დაუწევ კამფეთს თვალი მამიკო ვარ ტაბურეთზე ვამღერებ ბავშვებს ვიცი მთელი გულით გეგონა რომ მომიგებდი ბიძე შენი ტაკო გავამწარე ხო ვარ მექსიკელის ვიცე ჯერ გავაჩუმე ბიტს მერე გავაჩუმებ სკაის თითქოს ვიყო მფარველი ანგელოზი თქვენი ხელები შეატყუპე დაიყვირე ჩემი სახელი კამი 24 და ეს ბავშვები ქრებით მე რომ გეხსენებინე რას აღარ იგონებდი თელი სეზონი ძუკნასავით რო გაიგნორებდი ყველა ბედზე მახსენებ და მარტო მე ვეჯექი ტვიში ჩემი ხმა მე ვასება და მარტო შენ შეგეცი პირში კოალიცია ჩემს წინააღმდეგ რა მოვახერხო დღესაც ფოკუსნიკი ვარ სკაირეს რა მოვახერხო გეტყვი რატო ვერ ბაზრობ და გეტყვი რა მოგივიდა კლეიმ დენჯერ და გიძახე ყელში ამოგივიდა იმენა უფიყო შეჩემა ისეთ თესლებითია რა გააჩერე ეგრევე უნდა მიაყოლო იმენა რა გააჩერე ძალიან კაი ბითი იყო და ანუ სკაი იმდენად მოიხდინა მაგით აღარ მინდოდა გაჩერება რომ ბარემ ერთ გრუპში იქნებოდა დააპაუზე მე ესკენი სკაი ძალიან მაგარი იყო სკაი იყო ძალიან მაგარი მაგრამ კამისი ბევრად მაგარი იყო კიდე უფრო რა ბევრად ორი თქო ეგ უნდა მეთქვა იმენა რა აუ ძალიან კაი იყო თან ეგრევე რო დაიწყო კაი კიდე რა იყო იცი ის რო არისო რომ მოიცადა რაღაც პაუზები რო არისო და იგრევე რო ხო ეგ ალბათ ამოჭრებია იმიტომ რომ მან რაღაცა პაუზა ყველა ვარიანტში არის ხოლმე და აუ ძალიან კაი მაგრა გასო კაროჩე ეხა კაია და რა უფრო მისწორდება იცი ვიცოდით წელიწად ნახევრის წინ თუ 2 წელს წინ თუ როცა იყო პირველად რო გაიჩითნენ მაშინ რო ვთქვით რომ საულ მაგრები არიან და რაღაცა ბანის და სკაის ბეთლზე შეჩემა ფინალზე რო ვიყავით ტაჰას და მოსკას ბეთლზე მეტად ბანის და სკაის ბეთლი გაგვისწორდა და მეც შენს კიდე ვინო იასნია და მაშინაც ბანიმაც მოიგო და სკაი და კამი აგერ ფინალში დგანან პახოდი ფინალში არიან და რომელსაც არ უნდა მოიგო ორივეს გამისწორდებოდა მაგრამ ხო ამ შემთხვევაში ეხა კამი მირჩევნია ამ ეტაპზე რა ნახე რა მომენტია ბიჭო თელი სეზონი არა ძალიან ასწავლეს ეხა კაი მოგამში ვარ მეც თელი სეზონია ჩემი აზრით კამის ეტყობა რამდენად მონდომებულია რომ აი სეზონი წაიღოს რა და სკაის ეგ მონდომება არ ეტყობოდა მართლა ანუ თუნდაც ნახევარფინალი ძალიან სუსტი კონდა ჩემი აზრით ვაფშე არ იყო ეგ ნახევარფინალი ეგეთი კაი და კამის ნახევარფინალი ენერგია ასწორებს რა სწორს იძახს ბეთლ რეპერი არ ვარ ბეთლ MC არ ვარ რა არტისტი ვარო რა და მართლა ეგრეა რა ანუ სკაის არტისტიზმი და ეს ენერგია და ხოდი რაც მოაქვს ძალიან მევასება რა მე მგონია რომ კამიც ძალიან კარგი არტისტი გახდება ანუ ჩემთვის ეხა რა საწყენა არ ვამბობ კამი ეხა უფრო ბეთლემსია ვიდრე არტისტი რა ნახე ეგრე რომ შეხედო კონცერტი სკაისი უფრო გამისწორდება მაგრამ ტრეკები კამისი უფრო გამისწორდება ხო და მე მგონია რომ კამის ძალიან მაგარი ტრეკების ჩაწერა შეუძლია რა მართლა მით უმეტეს ნახე რაღაც სპეციფიკური ხმა ხო აქვს ისედაც და ამ სეზონში აშკარად დახვეწა კიდეც და ტრეკებს სადაც ავტოტუნსაც იყენებ და კიდე ბალანსდება ტრეკები რა გონია რომ აი ეგ რაღაცები ვისაც მე მაგალითად არ მაწუხებს არასდროს კამის ხმას არ შეუწუხები ვარ რა ადრე კი ვისაც აწუხებს ხო ეხლა თქვი კიდეც რომ მაგრა დახვეწა და მოირგო მეტი პირველივე ბეთლი რომ ნახეთ მაშინ ეგრევე ვისაც აწუხებს გონია რომ ტრეკებში უკვე ეგ პრობლემას დაფიქსული იქნება რა ბიჭო პრობლემა ვაფშე არა ეგ გემოვნების ამბავია თო ხო მაგას ვამბობ გონია რომ უფრო მისაღები იქნება უფრო დიდი წრისთვის ვიდრე ეხლა რა ხო და კაროჩე ერთი რაც მინდა ვთქვა რომ რადგან ფინალია მოდი ოდნავ ოფიციალური ვიქნები რაღაცაში რა ჩემი აზრით ამ ფინალ ბეთლის კი არა სეზონის მოგება ვისაც ყველაზე მეტად უნდა და ვინც ყველაზე დიდი ეფორტი ჩადო გამარჯვებული გახდა ის რა შრომის უნარი ხო სკაი ძალიან მევასება ყველა მის ისე ყველა ბეთლში მომბობ და პირველივე ბეთლიდან სკაი ძალიან მომწონს
და ხო რა უნდა აი ეგ დამავიწყდა მეორე რაუნდში Sky-ს მეორე რაუნდში რა ერთ მომენტში Drake-ის flow იყო ძალიან იავნად რა და ვინც ასე თუ ისე ერკვევით მაგ საკითხში დაამუღამებთ მაგის თქვა მინდოდა რაღაცეების სპონჩი და გადამავიწყდა დაასრულო მეტი არაფერი არ აქვს თქმა კამი მართლა საღოლ რა რაღაცეებს წინა ბეთლებში მაცა შენზე არის შეჩემ ეს ოვაციები მიდი ხო ხო ერთი წუთი მაბაზრე შეჩემა რა რაღაცა შეჩემა 6 წუთია ლაპარაკო კაი მაიცა ბიჭო კამიზე მქონდა ის მომენტი რომ რაღაცე მომენტებში ერთნაირია თქო ვამბობდი რა და ანუ როცა ვისმენდი მაგ ყველაფერს ეხაც მაგაზრზე ვარ იმ ბეთლებში ეხა ბევრი უცხო რაღაც მოვისმინე რა და ანუ შეიძლება ის მომენტია რომ იცოდა რომ იმ ყველაფრით მოუგებდა იმ ორ არტისტს ვისაც ებეთლავა და რაღაც თავისი კარტები ბოლომდე არ გახსნა და აქ რაღაც ის რა ქვია ნახევარფინალის ბეთლი იმას და მეორე რაუნდი იმდენად მაგარი იყო რავი ძალიან მეორე რაუნდი რომელი იყო კაცო მაგარი ქონდა მესამე ხო კი მან ქონდა ძალიან კაი ძალიან კაი იყო მაგამდე წინა იმაში ბეთლში მეორე იყო წინაში ხო წეგარასაც მეუბნებოდი ხო აუ იმენა მართლა უნდა გადმოწერო და უსმინო ძმაო ეგ რაუნდი რო დაწერე ძმაო კაი კამის ვეუბნები ეხა რო დაწერე ამ ტრეკად ჩაწერე ანუ მართლა ძალიან მართლა ძალიან მაგარი ხო დევს ტრეკად მას და ყველაფერი აი არა იმენა ბიჭო პროსტა ყურსასმენებში აი მაშინ რასაც ვიზახთ ყურსასმენებშია ეგეთი მაგარი რა ისი არ არის ძალიან მაგარია აი მანქანაში რომ მოვსვინო არ არის ეგეთი მაგარი კი ღირსეული ჩემპიონი ყავს ჩემი აზრით მესამე სეზონს რა ოღონდ სეზონი ჩავარდა რა ჩემი სეზონი ჩავარდა მაგრამ ჩემპიონის თვალსაზრისით არ არის მაგრამ ძალიან მაგარია Yo! Batumi! Zadward Bolo raundebისთვის! Mesame raundi! MC! Chemgan Khelmarjuniv! Yo! Oh, Rabisia. ეს ფურსი მადანგა როცა დამინა ხამაში გავარდა არცი მახსოვდი ყანდახან შენ გიტამ ყოფი გვალდაგვა შენ გამოდავარღვევ რამადანს აქედან ქესაც გაგატან დავსალასეთ ხელას ავატან ამის მახურში რო გავატარო მოდი გაზიანო უნდა მახიარო ვითომ ბრაზიანო ია ფასიანო თუკნა მოკლე კაბიანო MC-ს პლაგიატო თუ გინდა გაშალეტარო სადა გატრიალო ეს ხო ფაქტია რომ მე თქვენი ლეველის MC-ს ფასვადებ MC-ს და ვიპარავ ჩემთვის ფაქტინელი გადასვლა ისეთი ბუსი ხავენ ისეთი იზი რო ტენდი შენ სადი ყავი მე რო წერდი ისტორია შენ რო გადაიწერდი ბიჭო მოხდეს ბენდი მოდი და თესო მაკენდი დამაგდაგდო რენდომ თან მაი ფენდო კაფასე მაქსიმუმ $10 თელი კიბე შენი წერტობა ითხოვე თუ გინდა შენდობა მანახე ვინმე ვინც გენდობა you cannot ესეთი ხვიდლება ზები სამი რაუნდ შემეში ბიტი არი მძიმე შენი flow ჩორი პერეცი მე ტალანტებს ბრიდა უცებ ფლორენტინო პერესი შენ თუ მიჭიერი ხარ მე რეპის დედა შევეცი ლივერპულის ფანი დავბრიდე და გავაყოლე ჯოტა შენ წითგომეს მერჩინა მეორე ჩეხეთი კონდა ხაზემ ფორას ხაზემ ჩოტას ნაცო მანკი ალი ამას მეგრეთი კიდე ცოდაო კლეხარ გონი ცოტა ვეხარ შენში ერთი გენეტიკა მარა ყველას გევხარ მოსკავეღარ გაიზარდა რადგანზე და წევხარ მარტივი კომპლიმენტები გეწყინება ქებაყლეო წეღა გამა 3D ეს უკვე პანაშვიდი მე ვარ ბევრად დიდი მოდი ცასაადე თითი მოვიმატე სპიდი ეს ბომჟი ცოტა ჰიპი მალე გავათავებ რო არ გამობიყო შიგნით ეს პეტლია სეზონს გარეთ შეთვის არ ხარ ფინალისტ არაფერი მწარე ამიქელებში ხარ სვიტი ვახატია მორჩი მალე უკვე მოგიტყანით ბიტი ზიშამერთხელ მოვიცალე რომ მოუწყრა ეს Hello Kitty კამი ისეთია დიქოს და არ წევდა ვარე და აქ რა კაი გადასვლა შეიძლება თორჩერ ხელზე აკოცებდა მერე არ თმევდა ხოდა ისის თავის ერთორ ფლოუს აძლევდა ძიმე ტანკი one man gang შოთან გადავტენებე არ მჭირდება ავებე ახლოს დისტანცია ბე შენი პროსტა გავეთე ისეთი სუნი გაგდებ მალე პირი დაკეტე მოსკა არ გაბანავებს ბატონო პინო ჩემი ხმა კარგად გესმის ჩემი სიტყვების გესმის ჯეკი ვიცი რო გესმის და მისმენ მე მოგიწყო პიზდეთ ეზე გასაგზელებელ მიზეს შენ 50 ლარიან შუტკებს ყლეზე ვიხევ ბიჭო წეგან იქ ანუ კაი მუსიკა ცოტა ისეთია რა რაღაც მოსაბეზრებელი იყო რაღაც მომენტებში მაგრამ გადასვლა ქონდა წეგან ძალიან კაი და აი მან დრო ელუდები ხო იცი აი უცებ ეგ მომენტი მქონდა რომ რაღაც უნდა წამოიღო და არა რა და მაგონში ეგ ეხლა გამიტყვა თან სკაიზგან რაუნდი რო დაიწყო რა
ვთქვი კიდეც, ეხლა სავარაუდოდ ვერ გაიგებდი შენ, იმიტომ რომ ბეთლის ხმა ფარავდა, საშინელი გადასვლა თქო ერთ მომენტზე ვთქვი რა. და ეგ იყო ძალიან ცუდი გადასვლა, ჩემი აზრით, Sky Stone-ის არტისტს, აი flow switch-ი არ ეკადრება რა. მართლა ვაფშე ამოვარდნილი. ანუ რაღაცები კაი იყო, მაგრამ რაღაცები მგონია რომ იმდენად კარგად უნდა გამოიყენებინა, რომ აი რაღაცი რო იბაზრა, ეგ ძალიან მომეწონა, უხდება, ბიჭო, იხდენს რა, ზოგადად ძალიან ნიჭიერია რა. და კაროჩე, მე გამიტყდა რა, ნახე ვიღაცებს ხო რაღაც ნეიტრალურად არიან განწყობილები, ვიღაცებს არ ევასებთ. მე განწყობილი წინადადება რა. ხო, და რადგან ძალიან მევასება Sky და ესეთი შესრულება მოიტანა რა, მაგ ხრივ გული დამწყდა, იმიტომ რომ უფრო მაგარი სანახაობა მინდოდა რა. ეხლა ცოტა თამამად ვიტყვი, რომ ვაფშე ვერანაირი კონკურენცია კამის ვერ გაუწია რა. ანუ ფინალი არ შედგა. ეხლა 2 მეტი შეგიძლია ტაჯიკი. 3 Sky-ს მოვისმინე და ორით არის კამი მოგებული. ხო, Sky-ის მუსიკა უფრო მევასება, რაც მომისმენია, მაგრამ ანუ ფაქტია, რომ კამი ანუ იმენა ადგა და ფინალი ძალიან მარტივად მოუგო რა და ეხლა მესამე რაუნდი მაინტერესებს ძალიან კამის, იმიტომ რომ მარტივად მეორე რაუნდი ძალიან კაი იყო Sky-ის. მე ესეთ ბითებზე მგონია რომ კამი ნახე მეორე რაუნდის კამის რო ძალიან კაი არ ქონოდა ხო Sky-ისი იყო ყველავარენში იმიტომ რომ Sky-ის მეორე რაუნდი ძალიან კაი იყო რა კი პროსტა მეორე რაუნდში კამი მიმენას ასწავლები ჩაატარა ხო და აი ხა მაგიტომ მგონია რომ აი იმ წეღა რაც ვიბაძრეთ ხო იმედია რომ კამი გამოიყენებს და მგონია კიდეც რა იმიტომ რომ ძალიან გამოსაყენებელი მომენტებია რა yes არ უნდა გამაზო ხოდა გადაახვია რა ეს ვინმეს კისერზე აზის ინტელიბეტია. მეთქი რაღაცას დგას. MC ჩემგან ხელმარცხნივ. დავიხალე კიდევ ერთი ამპარტავანი ბავშვი ვარ ქოლმოქმედი უსახკარო ბიჭი გაბუშვი სახში ეი არ გამატარე თავზე ჩემი არის ყველაფერი მზიმარ ბანკზე შემეცი მენუენს გარე კანზე შეროა მიცია გაგიჩინო გარე პოზე იყავი ჩუმა დანდობანული გაწობის სრულ ტერის ღირსაული მიყვარს ხო იცი ხო და შენატო მოგიდგენ სრულად ზიადი მოგაყენე არ მებრალები შენი ფლოუ ჭედავს ისე როგორც მოსკას თვალები ცუდი დიქცია რო გერგორჩევას მოგცემ ფინალზე პირიდან მოსკას ყალე რო გააგდო კარგად იბაზრებ პინწური ხარ შენი და ბანის რემაჩი არ შედგა და ბანის დასეთ კახა თქვირა მაგი მაღლა ეგოვო შენი სანები აქ ვერ ყალიბდებიან კაცება და ნიკის არო მიაგზავნე შენი ყავი ეგოგო Sky-ის ფანას მითხარით ეს როგორ არ უთხრა თქვენი ბიჭი იმ დღეს შარდების დაცვა რომ გამუტყვა ჯიუნა ეხმარებოდა მაგრამ ვერც ერთი გამოდგა Sky-ის დაცვა ურტყავდა ჯიუნა წრეზე დარბოდა ეი განმარტა გამავწევი ცოდი რომ ყავი მაგრამ მე კიდე თქვი რაღაცა შეიყავი იცოდა რომ შენ თავი დაიხმა შენ და მეგიწარე პოემები დამიწარე შენ გამი ხურებ და ხვდები ავატარი ამ პიცე გავხდები ავატარი შენი საქმე დღეს ჩავდარო თვენთი და ანაბარი გავხსენი ხო გითხარით პრიბავ რეპერებს ისე უნდა დაგამწვრიო შეშურდება დემბელეს დამნაშავე არ ვარ სისხლი არ უნახავ ჩემ ხელებს და შენი გვამი ამ ორგანიზატორებმა შემტენეს ვაკვირდები ამან ამ ბოლო დროს როგორ აიშვა შენი და ვენტუსას და წერილი ფანჯი არ გაიშვა ჩემპიონთან გინდა ბეთლი და გეგმები აიწყე ვენტუ შემს უკან და ბრუნდი საიდანაც დაიწყე ჩემთან არ ვიშევთამასე წადი დაკითხე მამასე ვერაფერს უზავ ამასე პირში ჩაგდენი კამასე და თუ კი ჩემთან აწყალატისთვის ისლი როგორც ქალიშვილს პირველ ღამეს შენს აგეთყობა სისხლი ცუდად სახიობო ბარგი ხდება ვერ ხარ გმირი და შენ არ იცოდი რომ შენ ხარ სირი რა უკნა უნდა მეთქვა Sky რადგან არ იცოდი რომ შენ ხარ სირი ხარ fake ნიგერო გეირე პერო პიდერო პერო გაკტრაკში გაყრილი რო არ გიხმარო ისე რომ ფეხზე ვეყარ რადგან ნაწილება დაშლილი ეგდო და ნიკი დილით მოგიწევს ამის ნაწილები ხვეტო რეაქტებში მაშავებენ და პირისპირ თომარი ყელში ამომივიდა შენი და ზიკოს რომანი ერთადერთი შანსი რომ მომიგო არის მერასკვი სადაც შენ მომიგებ არის მხოლოდ ზიკოს რეაქტი მე სულ შენზე მაღლა ვდგავარი გოღმები ამაზე სეზონში გამოედი ჩვენთან შენიგებ ამ სეზონში გამოვედი არავინ არ ვაბაზრე Sky თუ პროექტის სახეა პროექტ სახე გავაძლე ნიკიზე ძალიან კარგი იყო აი ბიჭა რეაქტებში მაშავები ფათაშას მესამეთი ახლა კამითაც უკმაყოფილო რომ მომენტ სიმართლე ბიჭო უკეთეს ან კაი იყო აი წეღარაზე საუბრობდი მან ველოდებოდი ბევრად მეც რა მაგ მომენტში აი რა მომენტი მაქვს იცი fast flows ეპიზოდი რო ქონდა ხო გახსოვს აი ყველაზე სწრაფად სადაც იბაზრა ეგ ვაფშე არ მოუხდა ხო ანუ
მან მგონია რომ ბითიდან ამოვარდნილი იყო რა. ანუ უბრალოდ არ ვიდეო დაალაიქეთ მეგობრებო. ვიდეო დაალაიქეთ Instagram-ი აღწერაშია. ეს იყო მორბენალის ტრეკონია. მორბენალის ტრეკონი შენ ხარ. ბექგრაუნდია შესაძლოა. სხვათა შორის ვინმე თუ ხართ ისეთი რომ აი ბექგრაუნდი ჩავანაცვლოთ, გამომიგზავნეთ. თამბნეილებზე წინაზე ბიჭმა გამომიგზავნა, აი ეს მაგარი თამბნეილია ძალიან, შენზე 25 ლარია, ოღონდ მე მოვაყოლა და. აი ეგრე თუ არ მოწერს ძალიან გამეხარდება. ანუ ბექგრაუნდის რამე motion ფოტო რო იყოს, უბრალოდ ვინმეს თუ ძალიან თან გიგდია, თან უბრალოდ ლამაზია იცით, გამოგზავნეთ. შემდეგ ბიჭო მე რატიმ რა მითხრა ნახე ხა ეგეთი რაღაც თქვა რომ თუ ვინ მითხრა არ მახსოვს. რატის Instagram-ი ამონათდება აქ მეგობრებო. რატის Instagram-ი იმენა რას ვაპირებ ვიჯს მაგაში აი ეს ხელი მეორე დროქნა ისე შეიძლება გაგალახო. სველი ვარ შეჩემა ხალხი რო არ შეწუხდეს სულ შეგაწეუს ვარ და ჩაიგდენა. კაროჩე ტაჰამ თქვა რომ პირველი მეორე მესამე სეზონის გამარჯვებულები შეხვდით და გამარჯვებულს შევხვდები მეო ეგ მითხრა რა. ხო და ბიჭო მე მგონია რომ ეგ იქნება ძალიან მაგარი. კაროჩე ეხა რა ამას წინა რომელიღაც ბეთლს უყურებდი რა მოვიწენე და ნახვები იყო 200,000 ნახვაზეც არ იყო რა. და კაროჩე ცოტა პროექტის რეიტინგი ძალიან ეცემა რა და მე მგონია რომ რაღაც main event-ები ჭირდებათ ისეთი რომელიც მაგრად გაიყიდება რა და კამი, სპანი, სკაი, ტაჰა, ეგეთი არტისტები ბევრი არ უყავს საქართველოში რა. და მგონია რომ ძალიან კაი საყურებელი იქნება და მე მგონია რომ პროექტმა მართლა ეხა არის წინ რომ აი ისეთი არტისტები რომლებიც ბეთლზე არ იღებენ მონაწილეობას ან ბეთლ რეპერები არ არიან აი მაგალითად მამა ფლექსი ან ვიღაც ეგეთი აი ეგეთი ტიპები რომ დაითანხმონ ბეთლზე მგონია რომ ძალიან მაგარ შოუს გააკეთებენ და მაგრა გაიყიდება რა. წეღა როგორ ჩამოთვალეთ ის გოგორო რა ხო მარმალადი ტორტი აი ზუსტად ეგრე ჩამოთვალეთ წეღა. აი კამი ბანი მაგრამ გავერთ. მარტო გავერთ ოღონდ სამწუხარო დაჟის ინტერნეტი აღარ აქვს. ხო და დაჟის ამით იმის თქმა უნდა და მეგობრებო რომ კაროჩე რაღაც კაი მართლა რა საინტერესო იქნება ისედაც. ეხა კამიბანის ბეთლიც საინტერესო იქნება. მე მაგაჩი გამარჯვებულის და ტაჰას ბეთლიც იასნეა რომ საინტერესო იქნება. და აი ახლებიც საინტერესოები იქნებიან, იმიტომ რომ დანარჩენი ყველა დაპირისპირება რაც უკვე ყველაფერი მონელებულია უკვე რა. ანუ ყველა სინანახი გვაქვს. მომენტ. მედმოსე უნდა იყოს კიდე, ხო? თუ არა? რაღაც ესე მახსოვს. ხო და ამით დაგემშვიდობებით და ჯერ დაგემშვიდობება შენიშნავდით უკვე. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, Instagram-ები და ყველაფერი გიცით აღწერაში რო არ ხო. მადლობა და აბა თქვენიცით.